დოპინგ სკანდალი საქართველოს რაგბის ნაკრებში გრძელდება. მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ წესების დარღვევა 6 მორაგბესა და პერსონალის 1 წევრს დაუდასტურა. მათი ცნობით 2023 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე მინიმუმ 5 შემთხვევა დადასტურდა, როცა მორაგბეებმა აკრძალული ნივთიერების დამალვის მიზნით სხვისი შარდის ნიმუშები ჩააბარეს. სკანდალის ერთ-ერთი ფიგურანტი ყოფილი კაპიტანი მერაბ შარიქაძეა. კაპიტნის ანალიზში აკრძალული ნივთიერება არ აღმოუჩენიათ, თუმცა მას სხვისთვის საკუთარი შარდის მიცემას ედავებიან. შარიქაძემ გასულ წელს საჯაროდ ისაუბრა მომხდარზე და განმარტა, რომ სხვის მაგივრად შარდის ჩაბარება მისთვის სანდო ადამიანმა სთხოვა. მამარდა ლივერპულში შესაძლოა კონკურენტის გარეშე დარჩეს. ალისონ ბეკერის შეძენით იუვენტუსი დაინტერესდა. იტალიური მედია წერს, რომ კლუბის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა მათი მეკარეების თამაშით ძალიან უკმაყოფილოა. ლუჩანო სპალეტის კი არჩევანი სწორედ ალისონ ბეკერზე აქვს შეჩერებული. სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსის კიდევ ერთი გამარჯვება. კანადურმა კლუბმა ფენიქს სანსი 102-115 დაამარცხა. ქართველი თამაშში სათადარიგო სკამიდან ჩაერთვა და 16 წუთში 9 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. 80 წლის ქართველი პროფესორი და ვეტერანი სპორტსმენი ჰენრი კუპრაშვილი ვეტერანთა შორის ზამთრის სურვილის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ქართულმა სპორტსმენმა ფინეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 3 მედალი, 1 ოქრო და 2 ვერცხლი მოიპოვა. შეჯიბრებაში სხვადასხვა ქვეყნიდან 2000-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.